ფერების ზღვა ასე ქვია გამოფენას, რომელიც ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების პერსონალური, ფერწერული ტილოები, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები. ფერად საგამოფენო სივრცეში კლასიკური მუსიკის თანხლებით გამართული საღამო შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ. დამთვალიერებლის განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი ექსპოზიციის ახალგაზრდა ავტორები აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები იყვნენ. ღონისძიება მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მხარდაჭერას და მათ მეტ პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. მარტისთვის არის დაკავშირებული ქალბატონებთან და მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა მიულოცო ჩვენ ქალბატონებს უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და რა თქმა უნდა გაძლიერება. ყველანაირი გაძლიერება და დღეს ვიმყოფებით ამ საგამოფენო დარბაზში, სადაც ჩვენ ვხედავთ რამდენად ძლიერები არიან ჩვენი ქალბატონები ხელოვნებაში და მინდა უსურო რა თქმა უნდა წარმატებები. დღევანდელი გამოფენა ფერების ზღვა ეძღვნება ყველა ქალბატონს. ვულოცავთ ამ გამოფენით 8 მარტს განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში, ხელოვან ქალბატონებს და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ნაკრები გამოგვივიდა, რადგან აქ არის წარმოდგენილი 8 ქალბატონი, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა გამოცდილების მქონე და სხვადასხვა ტექნიკაზე მომუშავე. ძალიან მნიშვნელოვანია გამოფენის მონაწილეობის მიღება, რადგან ვარ აფხაზეთიდან, სოხუმიდან და ძალიან მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, აქ რომ ვარ თქვენთან ერთად ახლა. ხატვა დავიწყე 14 წლის ასაკში, თუმცა ჩემი სპეციალობა როგორც ასეთი არ არის. ანუ არქიტექტურულ ზეც ვსწავლობ, წელს ვამთავრებ და ძირითადად ურბანისტიკა, ქალაქგეგმარებას მივუყვები, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ხატვაც, რადგან ჩემი სულის ნაწილია და ვცდილობ ხოლმე ყველანაირად გადმოვიტანო ის ენერგია, რაც გამოჩნია.